დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი საქალაქო სასამართლოში. ახლა ფორმულას რეპორტიორი ელოდება სასამართლო პროცესის დაწყებას. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელ მოსამართლეს დაეწერება ქეთა ციცქიშვილის საქმე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქეთა ციცქიშვილს 12 წლის შვილი ყავს არასრულწლოვანი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონის მიხედვით. მოქალაქე, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ყავს, არ აქვს უფლება ციხეში გაუშვას საგამოძიებო უწყებამ, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ვერ შეძლებენ დღეს საქალაქო სასამართლოს მსაჯულები, თუმცა როგორ განვითარდება პროცესები, ბუნებრივია ეს უცნობი არის, რადგან არავის არ აქვს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი საქალაქო სასამართლოსგან. სულ რამდენიმე წუთის წინ თეიმურას ცარალიძე მოსამართლე ცეკვავამ გაუშვა 6 დღით პატიმრობაში. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა სხდომათა დარბაზში. დღეს ცარალიძე განსასჯელის სკამზე იჯდა და უხსნიდა მოსამართლეს, რომ მან არ იცოდა ახალი გამკაცრებული კანონის შესახებ, რომ უკვე ამოქმედებული იყო და უკვე პოლიციელებს ჰქონდათ შესაძლებლობა ციხეში გაეშვათ მოქალაქეების სახის დაფარვის გამო. სწორედ ნიღბის ტარების გამო გაუშვა დღეს 32 წლის პროგრამისტი ცეკვავამ ციხეში. ცეკვავამ 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა თეიმურას ცარალიძის სამართალდარღვევის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი ჰქონდა ფორმალურად ვიდეო მასალა, რომელთაც დგინდებოდა, რომ რუსთაველის გამზერზე, გალერეის მიმდებარი ტერიტორიაზე იმყოფებოდა თეიმურაზი. იგი ადგილზე არ შეუჩერებია პოლიციის თანამშრომლებს, მოგვიანებით მას შემდეგ რაც მან დატოვა ტერიტორია, მოახდინეს პოლიციის თანამშრომლმა მისი პირადი გასინჯვა და მხოლოდ 2 დღის შემდეგ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოლქი. უზრუნველყოფი არის ნინო ბერუაშვილი, მისი დაკავება როგორც ოჯახისგან გავიგე მოხდა დღეს დილის 8 საათზე. სავარაუდოდ დავებიან მასაც პირვადის ტარებას. დღეს არის დღეს ველოდებით, რომ მისი პროცესი იქნება ჩანიშნული. არ შეუხვედრივარ მას, საქმის მასალებიც არ განმოგცემია ჯერ, პროცესზე მომაწოდიან საქმის მასალებს. საქალაქო სასამართლოში უკვე ჩანიშნული არის კიდევ 2 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი. ნინო ბერუაშვილის ხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება და მანუჩარ ჩარჩუა იქნება ის მსაჯული, რომელიც ვერდიქტს გამოიტანს მის კანონდარღვევასთან დაკავშირებით, რაც შეეხება საბა ჯაფარიძეს. ზვიად ცეკვავამ უნდა იმსჯელოს მის საქმესთან დაკავშირებით. უკვე ცნობილი არის, რომ საბა ჯაფარიძის სასამართლო ხდომაც უნდა დაიწყოს რამდენიმე წუთში და როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ყველაფერი, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ის ნადირობა ევროპული მომავლის მცველების, რომელსაც თვალს ადევნებენ მედიის საშუალებით საზოგადოების წარმომადგენლები, იმის დასტური არის, რომ ქართულ ოცნებას აწუხებს რუსთაველის პროტესტი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვეღარ გამოხატონ საკუთარი პროტესტი, სათქმელი და ქუჩაში არ გავიდნენ. რუსული სუსი აპატიმრებს თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანებს და მებრძოლებს. და გრძელდება ეს ყოველდღიური. აქ არის ალიბადე კეთდება, რომ ვითომ გზა გადაკეტა. გზა საერთოდ 40 წლის მანძილზე იკეტებოდა მუდმივად, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროიდანაც კი ბეტონების ფილები გვახსოვს, რომ დაგვილაგებია ეროვნულ მოძრაობას და გიაკობახიძის პარტიას ნაგავის ბარიკადები გაუკეთებიათ, მაგრამ არც ერთი ადამიანი არასდროს დაუპატიმრებიათ. დღეს არის პრინციპულად გადაწყვეტილი რუსეთის სუსმა დააპატიმროს ყოველი მებრძოლი. ფრთხილად რეჟიმო ქართველი ერი არ მომკვდარა ბრძოლაშია და გაიმარჯვებს. გუშინ საღამოს ვიდექით რუსთაველზე 326 დღე იყო და ველაპარაკებოდი საბას ოჯახის წევრებს, საბას მეუღლეც იქვე იმყოფებოდა, საბას ძმა და დედამისი და აი ეს ფრაზა, რომელიც უთხრა დედამისს, რომ დედა მზად იყავი და არ ინერვიულო, ძალიან ემოციური აღმოჩნდა განსაკუთრებით დღევანდელი გადასახედიდან, იმიტომ რომ რეპრესიების სერია გრძელდება და როგორც ჩანს რეჟიმი, რუსული რეჟიმი აპირებს, რომ აი ამ ფორმით გატეხოს, დააშინოს, სახლში დატოვოს ადამიანები. ჩვენ ასეთი რეპრესიების შესახებ ვიცით ისტორიიდანაც და ისიც ვიცით ასეთი რეჟიმები როგორ ასრულებენ. ესეც რა თქმა უნდა ისტორიულად და ზუსტად ასე დასრულდებიან.
გელა გელაძის უწყებამ დღეს ხელბორკილები სამ სამოქალაქო აქტივისტს, ერთ ჟურნალისტს და ერთ პროგრამისტს დაადო. საერთოდ ჯამში 5 ადამიანი ყავთ დღეს დამატებით დაკავებული. 5-ვეს 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ან სახის ნიღბით დაფარვას ედავებიან. გუშინ გადაკეტილ გზასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ არ დაუკავებია გელა გელაძის უწყებას, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები ვარაუდობენ, რომ დაკავებების სერიები დღეს გაგრძელდება, მას შემდეგ რაც მოხდება ყველას იდენტიფიცირება, ვინც 18-ში იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე. სავარაუდოდ ცოტა ხანში ცნობილი გახდება, ვინ იქნება ის მოსამართლე, ვინც ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის საქმეს განიხილავს. ადვოკატი სწორედ ამ წუთებში მოემართება ქეთა ციცქიშვილის საქალაქო სასამართლოში. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში იქნება ფორმულა ჟურნალისტის სასამართლო პროცესი.